მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს 31 მარტია, ორშაბათი და ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან თბილისის დროით 14 საათი და 9 წუთია და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის პარლამენტი და მისი საქმიანობა. მისი საქმიანობა ახლა განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში გადავიდა და დიდი საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად შევეხებით ამ თემასაც, რაც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. მანამდე კი, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა იქნება 31 მარტის გახსენება, იმიტომ რომ ეს არის რეფერენდუმის დღე. ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ, შეიძლება ითქვას, ცოცხალი მატიანე, ყველა იმ პროცესის არაუბრალოდ მომსწრე და დამკვირვებელი, არამედ პრაქტიკულად მე რაც მახსენდება ყოველ შემთხვევაში ჩემი ბავშვობიდან მონაწილე ყველა პროცესის, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოს ყოველ ისტორიულ მონაკვეთზე როდის რა ხდებოდა და რა არჩევანის მიღება გვიწევდა და სხვათა შორის ბატონი გოგა ხაინდრავა და სხვათა შორის იგი მონაწილე იყო, ბრძანდებოდა იმ კომისიაზეც, სადაც დღეს ხდება განხილვა 2003-2012 წლებში მაშინდელი რეჟიმის საქმიანობის შესწავლის სხვადასხვა ასპექტების. და ესეც ძალიან საინტერესო იქნება, ბუნებრივია ამაზეც ვილაპარაკებთ. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 31 მარტს მიუძღვნა და რაღაც სტატუსი, სადაც იყო ძალიან საინტერესო მთავარი იდეა გადმოცემული, რომ 31 მარტს, როდესაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა და პირდაპირ იყო ერთადერთი კითხვა დასმული, რომ გსურთ თუ არა და მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ქვეყნის მოსახლეობის მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით, აბსოლუტურ უმრავლესობამ უპასუხა ამ კითხვას დიახ. და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ესეთი ასპექტი, რომ ჩვენ ხმა მივეცით, ჩვენი იდენტობა დგას დამოუკიდებლობაზე, ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები და ჩვენ არ მიგვიცია ხმა, რომ ერთი ბატონი შეგვეცვალა მეორე ბატონით, ან ეხლა რაღაც გამხდარიყავით რაღაცა სხვისი სიმონები და ასე შემდეგ. და ეს საკითხი სხვადასხვა დროის განმავლობაში და ჩვენი რაღაცა პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილების მხრიდან სხვანაირად არის აღქმული. და ამ შემოდგომაზე 26 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ოპოზიციამ ის მონათლა ერთგვარ რეფერენდუმად, რომ აი ხა რეფერენდუმია, სადაც საქართველოს ბედი წყდება და ეს გამოწვევა ხელისუფლება მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კი აიხლაც იყო რეფერენდუმი და აქაც გაიმარჯვა აი იმ იდეამ, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. ბატონო გოგა, თქვენ თუ ხედავთ აი ამ პარალელს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გაავლო და როგორ ვიხსენებთ? აი, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანს ახლა გესმით 34 წელი გავიდა. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პროტესტზე გამოდიან ხოლმე, რომლებიც 34 წლის საერთოდ არც იქნებიან, ბევრად პატარები არიან, ხო? ანუ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უკვე დაახლოებით შეიძლება არც ახსოვდეს ის პერიოდი, მაგრამ არსებობს მეორე ნახევარი, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს და მე უამრავი გაჭირვება მას შემდეგ ყველამ ერთად გამოვიარეთ. როგორ იხსენებთ ამ გადასახედიდან მაშინდელ 31 მარტს და რა პარალელის გავლება შეგვიძლია დღევანდელ მოვლენებთან, იმიტომ რომ მე ესეთი პერიოდი არ მახსენდება 34 წლის მანძილზე, როდესაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ამგვარი შინაარსი და რაღაცა რაკურსი შეეძინა ისტორიისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. გარყვენი და იბატონე ეს არის დევიზი, რომელიც განსაკუთრებით მე-20 და 21 საუკუნეში იყო აი ძალების ძირითადი დევიზი, ვისაც უნდა და რაც არსებობს კაცობრიობა ეს წადილი არ შემწყდარა დიდი სახელმწიფოების, რომ პატარა სახელმწიფოები ამოიდონ სკამქვეშ და აკეთებინონ ის რაც უნდათ. აი ეს ახალგაზრდები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს ოლეოლა მცველები, ზუსტად აი ამ გარყვენი და იბატონეს შედეგი არის რა. 30 წლის განმავლობაში აი ეს მილიარდობით დოლარს რო გვედავებიან, რომ აი ჩადეს საქართველოში, ზუსტად მაგაში იყო ჩადებული, რომ გამოეზარდა თაობა, რომელმაც არც მამა იცის, არც დედა იცის, არც ხალი იცის, არც კაცი იცის. არც წარსული იცის და მომავალიც მაინც და მაინც ღირსეული ვერ წარმოუდგენია, იმიტომ რომ ერთ-ერთი პასაჟი პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლიდან, რომელსაც ღიად დიდი პატივისცემა მინდა
დაუდასტურო არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის დროშების სირბილით ქუჩაში ზუსტად მაგის მანიშნებელია. არანაირი კავშირი ჩვენ ამ წლების მანძილზე ევროკავშირთან არ აგვაქვს. ყველა შენობაზე ევროკავშირის დროშაა. სადაც გაიხედავ, ყველგან და რა უნდა ევროკავშირის დროშა საქართველოში. ჩვენ გვინდა იქით სიარული, გვინდა, ეხლა რამდენად გვინდა, ეს სხვა საკითხია კიდე იმ ჯოჯოხეთში შესვლა, რათაც გადაიქცა დღეს ევროკავშირი და ჩვენ ხედავთ ყველას, მაგრამ ბიუროკრატიას გულისხმობდა არა ევროპელ ხალხებს, კაცო. ეს თავიდანვე ხაზე მინდა გაუსვა. ან რა გვესაქმება იმ გარყვნილებაში, სადაც ისინი არიან, ეგ სხვა თემაა, მაგრამ რატო არის ყველგან, სადაც შედიხარ ევროკავშირი, რატო დგას ყველგან ევროკავშირის დროშები? მითოლოგიისში ვარ. აი ესეთივე მითოლოგია არის 31 მარტის რეფერენდუმი, იმიტომ არაფერი რეფერენდუმი დაპყრობილ ქვეყანას არ ჭირდება იმისთვის, რომ განთავისუფლდეს. საქართველო იყო დაპყრობილი. რა რეფერენდუმი ჭირდებოდა მაგას? რატო უნდა კითხო დაპყრობილ კაცს გინდა თუ არა თავისუფლება? რა თქმა უნდა, მინდა, უნდა აღვადგინო და მორჩა. ერთადერთი აქტი, რომელიც უნდა გამოცემულიყო, ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და მორჩა. რა რეფერენდუმი უნდოდა მაგას? ან 26 რა რეფერენდუმია, ვინც არ ქმევდა ამას რეფერენდუმ, აი ამ მითებს ქმნიდნენ რეფერენდუმი, ჩავატარეთ ქართულ რა კითხვა უნდოდა ქართულ კაცს, რომ საბჭოთა კავშირი დამპყრობელი და იმპერია რო იყო და სისხლის გუბეში ჩაახჩო დამოუკიდებელი საქართველო 21 წელს. ფორმალური დოკუმენტი იყო საჭირო, აი ფორმალური, ზუსტად შენ თქვი ის ფორმალური ყველაფერი. მითოლოგია. აი ის ჩავატარეთ ეს 26 ნაცებმა რეფერენდუმად რატო რა რეფერენდუმი იყო ჩვეულებრივი არჩევნები, რომელშიც ქართულმა საზოგადოებამ 54% მიცა ხმა ქართულ ოცნებას. დანარჩენი კი ნახე როგორ გადანაწილდა. მაგრამ იმის უნარიც არა აქვს. წარმოიდგინე ვისთან აგვაქვს საქმე. 60 დეპუტატი უნდა ყოლოდა, 61 დეპუტატი უნდა ყოლოდათ პარლამენტში. შენ წარმოგიდგენია ეს რა ძალაა პარლამენტში 61 დეპუტატი? 150 კაციან პარლამენტში. კი, მაგას ყოველ გადაცემაში ვიძახი. შენ გესმის ეს რა იყო, მაგრამ არაფრის უნარი არ აქვს, იმიტომ რომ მსახურები არიან. რა დავალებასაც ეს ქვეყანა უნდა დაანგრიონ. ეგეთი დავალება აქვს აკერმანს მიცემული, ეგეთი დავალება აქვს ლორა ტორტონს და მთელ აი ამ ბოროტების ასე ვთქვათ ეგ არის დავალება, რომ დაანგრიო ეს ქვეყანა, ამოიდო იმის ქვეშ და რასაც გინდა გააკეთებინო და რა უნდა გააკეთებინო? ლურსმანი უნდა შეარჭოვინო რუსეთის უკანალში. მეტი ეხლა წარმოიდგინე, მთელ ნატოს უგებს ომს რუსეთი. მთელ ნატოს უგებს ომს. ეს კალანდაძე და ესენი აი გენერლები რო იყვნენ, ნახეთ, ეს გოგავები და ისინი უნდა იყო, რომ ლაპარაკობდნენ, რომ რუსეთი უკრაინა ომს იგებს. უკრაინა ომს რო ვერ მოიგებს, ეგ პირველ წუთში იყო ცნობილი. რა თუნდა და მაგას როგორ უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის? ხო? და მაგის მერე გაერთიანდა მთელი ნატო, იმიტომ გამოიწია ტრამპი ჭკვიანი კაცია, გამოიწია იმ წუთში და შეატენა ეს დამარცხება ევროპას. და ისინი ბაქი ბუფკობს ეს საფრანგეთის სამარცხინო ნახე რა ხნეს დღეს. ლეპენი მოხსნეს არჩევნებიდან და იჭერენ. გერმანიაში ის რა ქვია ალტერნატივა გერმანიისთვის უნდათ გაეწიათ არ გამოუვიდათ. აქ ლეპენს იჭერენ. რუმინეთში ის და ეს არის აი ეს ევროკავშირის დროშებით რო დარბიან რა. აი ეს არის დღევანდელი დემოკრატია ევროკავშირში. აი ამას დაემსგავსა ევროკავშირი. იმიტომ რომ ამოწურა თავისთავი, იმიტომ რომ შენ ხო წარმოგიდგენია კუბილიუსი რო უსაფრთხოების ის იქნება, რა ქვია, დამცველი ევროპის, კუბილიუსი, გორბაჩოვის პარტიის წევრი, მეხთამე, წყალწაღებული, სამარცხვინო კაცი და კაია კალასი, მაგის ქვარს 2 მილიონიანი თუ რაღაციანი ისა აქ, რა ქვია, რუსებთან აქვს ბიზნესი და რო კითხეს მეო არ ვიციო და ქალმა რომელმაც არ იცის ქმრის ბიზნესი საკუთარი ოჯახის წევრის დანიშნეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად რომ წარმოგიდგენია რა აბსურდში არის შესული და ეს რო აბსურდშია შესული ყოველდღიური პოლიტიკა პოლემიკა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის აბა შეხედე ყოველდღიური ელემენტარული კი წერა კითხვა თუ იცი ყურები თუ გაქვს და თუ გაინტერესებს მართლა რა ხდება და საით შეიძლება შენი ქვეყანა წავიდეს ხო ეს ხო ყველაფერი ზედაპირზე ძებს გურამ ხო და აი ყველა ეს საინტერესო არის ის ასპექტი რომ როდესაც ანუ ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანაა და ესეთ გლობალურ პროცესებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს მაგრამ ჩვენ ეს პროცესები აისახება ქვეყნის შიგნით ის ევროკავშირის დროშა
მოყოლებული საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან და მე მაშინდელმა ხელისუფლებმა რო აქციეს სიმბოლიკის ნაწილად იქიდან მოდის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ იცვლება რეალიები, ხო, მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ ეს დროშა არავის არ ჩამოუხსნია ჩვენთან, მაგრამ არსებობს სერიოზული დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან მთელ რიგ საკითხებზე. პირველ რიგში იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხიც ვერ იღებს იმას, რასაც ქვია სუვერენიტეტის შელახვა. როგორც ჩემთან ჩატარდა არჩევნები, ადამიანებმა თავის ნება გამოხატეს და შენ ამას არათუ არ აღიარებ, არამედ მეორე ოპონენტს გარკვეულ ძალებს რაზმავ იმის წინააღმდეგ, რომ ეხლა ეს ყველაფერი გამოტრიალდეს და ის უკვე ცნობილი ნანახის სცენარები განმეორდეს. ანუ ეს ბუნებრივია, რომ იწვევს ამ დაძაბულებას, მაგრამ ჩვენთან ხო მე სულ მაინტერესებს ხოლმე ეს ჩემთვის მოცემულობაა, რომ ვიღაცას ესეთი ინტერესი აქვს თავისი ქვეყნიდან გამომდინარე და ამას ატარებს თუნდაც ჩვენთან და მორალის კატეგორიებში არ შევდივართ, მაგრამ ქვეყნის შიგნით აი ეს ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რატომ ვერ ხედავთ იმას, რაც ზედაპირზე დევს, რომ დღეს რა მოცემულობა არის ქვეყანაში, სადგას სახელმწიფო და როდემდე უნდა მუშაობდეს ეს აბსოლუტურად იდიოტური მესიჯი, ეს დაპირისპირების, რომ თუ შენ აი ამ მოკლედ აი მარნეულში რა უნდა და ამერიკის დროშას. ამერიკის დროშა მიდის წინ და რაღაც 20 კაცი მიყვება და იძახიან 100 კილომეტრიანი მარში. ჩვენი ძეგლები სადაც დგას, იქ ამერიკის დროშა, ანუ რა შუაშია, ხო? იქ რაში იყო საქმე, ხო იცი? ეს ისინი ole ლიბერალები რო არიან, ზეზვა და ზიას საფლავზე იყო. ისინი ხო პირველი ევროპელები არიან. იქ ფიცი დადეს და გაუყვენ გზას ევროპისკენ. ანუ დმანისის გავლით, რა თქმა უნდა, მარნეული დმანისის გავლით ამერიკის დროშებით ხელში. ეს არის აბსოლუტური შიზოფრენია. და ეს შიზოფრენია შექმნა გარყვენი და იბატონე, ისე ვიმეორებ. ეს მიზანმიმართულად 10 წლეულების მანძილზე მიმდინარეობდა ეს პროცესი. მილიარდობით დოლარი იყო ამაში დახარჯული. შექმნეს 30,000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის საქართველოში. ბუნებრივია, რომ არის ნაწილი, ვინც რაღაც თავის სპეციალობით მუშაობს, იქ რასაკეთებენ სხვა საქმეა და რასიკეთე მოაქვს ამ ქვეყნისთვის, მე ჯერ ეს არ მინახია, მართალი გითხრა, რაღაცა დავინახო რა. არა, ოღონდ არც არის გამორიცხული, ეს თუ გინდა რომ შენ ეს ეფექტური არაღათა აქციო, ეს ნაწილი ნამდვილი კრონოლოგია გჭირდება. ეგ არის სადაზვერო, ეს პირდაპირ სადაზვერო კაპიტანი გიგაური, ლომჯარია, იქ ეს აისვედი თუ რა ქვია, მე მაგ ქართულად არ ვიცი როგორ არის, რა ქვია, ყველანი ინგლისურად არიან. უცხოელები არიან. ეგენი არიან უცხოელები. ეგენი არიან უცხოური ინტერესის გამტარები საქართველოში და ის ინტერესი არის, რომ შენ თავის ჭკუაზე გატარონ, ისე გამოგიყენონ, როგორც გჭირდება. არანაირი მეგობრები მსოფლიოში ქვეყნები არ არსებობს. არსებობენ პარტნიორები. აგერ დღეს ნახე დანია და ნატოში ერთად არიან, რამის არის დედას აგინებენ ერთმანეთს, ხო? რა მეგობრები არიან ახლა, რა განცხადებებსაც ტრამპი აკეთებს და რასაც პასუხობს იმისი დანიის პრემიერ-მინისტრი, ამას მეგობრობა არ ქვია ნამდვილად, ხო? ამიტომ ეს არის დიდი ტყვილი, რომ ისინი სადღაც მეგობრები ყავს. აკერმანი როგორ იყო შენი მეგობარი? ან ვილსონი შენი მეგობარი როგორ არის? აგერ პაკისტანის დემოკრატიის აქტი გამოუშვა ახლა, იქიდან მიიღო ეთყობა იმაში, რა ქვია, პაკისტანიდან მიიღო ფული ახლა, ხო? ეს ხო ტყვილია ყველა, ვისაც უნდა რომ ამის ჯეროდეს. ნუ ახლა რა უყო? ეს არის აბსოლუტურად გადაგვარებული მასა. იმ დღეს მომიწია, იქა გამოვედი ამ კომისიიდან და დამხვდა 20 წლის ბიჭები, რომელიც მოვიდა და ჩემ სახესთან ხელს მიტრია და ბიჭო, შენ ბიჭოს მიყვიროდა და მე ვთხარი, რომ მეთქი ბაბუა შენი სტოლა კაცი ვარ, ჭაღარა და რა ბიჭო ვარ შენი, არაცხენია, მე ვთხარი ახალგაზრდა. შენ არ იყავიო? ლურსმნები რო ჩაქონდა აფხაზეთშიო. აი შვილებს გეფიცები. შევხედე და მივხვდი, რომ ეს კაცი ჭკუაზე არ არის. ლურსმნები რო ჩაქონდა აფხაზეთშიო. აგერ არის ჩანაწერი და შეგიძლიათ ნახო. მე ვერც მე ვერ გავიგე. ასე ხარ სადამდე ყავთ მიყვანილი ეს ole მცველები. ამდე რა მინდა იცი გურამ გითხრა, ეხა ეს ტრადიციული ქვეყანაა კაცო. ეს არის ქვეყანა, სადაც წესი ყოველთვის იყო არის და იქნება, როგორც არ უნდა ხარჯავდეს ტორტონი ფულს საქართველოში, ამას ვერ მოშლის. ამას რას უყურებს და რას უსმენს ჩვენი თვალები და ყურები, ხო? რომ 19-20 წლის გოგოები ჯგუფურად დგანან და დედას იგინებიან და იწერენ ამას და მე იმეებში დებენ, შენ წარმოგიდგენია სადამდე გარყნეს ეს ნაწილი ახალგაზრდობის, ხო? ეს ამის წარმოდგენა ხო შეუძლებელია. მე გოგოს პატრონი ვარ.
შენ წარმოგიდგენე რომ ჩემი 20 წლის გოგომ რო დადგეს და ოლე და ნაცების თუ კოცების თუ მოცების თუ ბოცების რა მნიშვნელობა აქვს შემდეგ რას აყოლებს რას ყვირიან ქუჩაში დადიან პატარა გოგოები და ესენი ევროპაში მიდიან თურმე ხო ვინც ამათ ხელს უწყობს და ვინც ამათ ასე ვთქვათ აორგანიზებს აი ამ უბედურებისკენ ხო შენ ხო წარმოგიდგენია რომ ჩემთან სახში რომ მოვიდნენ ვთქვათ მე უკვე შვილი მყავს აგერ შეიძლება ცოლი მოიყვანოს და რომ მოვიდეს და მითხას რომ აი ეს გოგო მომყავს ცოლად ხო შანსი არ არის სახში შემოუშვა რომ ნახო რომ ის ქუჩაში იდგა თავის დაქალებთან ერთად და სიამაყით უკანასკნელი სიტყვებით იგი ნუ მე წარმოუდგენელი ამბავია რა ეგ ვინმეს თუ გონია რომ ძალიან ნაკლებ მნიშვნელოვანია ესე არ არის მე ვთვლი რომ ეგ გარეგნული გამოხატულება ძალიან ბევრ ამაზე მეტყველებს და ეს არის შემთხვევა როცა ფორმა განსაზღვრავს შინაარსს აბარა ეს არის აბსოლუტურად უცხო ჩვენი არც კულტურისთვის არც წარსულის ყველაფრისთვის მიუღებელი ფორმა რომელიც არის ჩინური ასლი გადმოღებული დღეს დილით დავიწყე იმითი რომ იქ ნახე იქ ხო ამერიკაში სხვა დროზე ცხოვრობს და დილით რაღაცა CNN-ის ნიუსები ხდება და მოუწყვეს ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორს რაღაცა ეს დარბაზში ქონა შეხვედრა თავის ოლქში საარჩევნო ოლქში და იქ მოუწყვეს ამ რაღაცა ამომრჩევლებმა თუ დემოკრატებმა აი ესეთი ობსტრუქცია აბსოლუტური რომ გადადგეს აი შენ დააფიქსირე პოზიციაო მოითხოვეო რომ ეხა ის თავდაცვის მინისტრი და კიდევ ვიღაც სხვა მრჩევლებია ეს სიგნალის ჯგუფი რომ შექმნეს ეგენ უნდა გადადგინონ და აბა რას ფიქრო იმან თქვა რომ მე ეგრე ავფიქრობო მანამდე აუხსნა იმ თავდაცვის მინისტრმა თქვა რომ ბიჭო რა სიტყვოთო იქო რაც წაიკითხეთო და რაც თქვა შეცნო იქო არაფერი არ იყო საიდუმლო ინფორმაცია მეო იქო არც ოპერაციის დეტალები არაფერი არ იყო ესენი არიანო სხვა უწყებების წარმომადგენლები და ინფორმირებას ვახდენ აპდეიტს თორე იქ არაფერი არ წერო ეს პასუხი ეს არ დამთავრდა შენ რო ნახო ფორმა და ესთეტიკა როგორ ობსტრუქციას უწყობენ პირდაპირ გახსენდება ჩვენთან აი შენს მიერ ხსენებული უკვე გამოცდილი ქალები, ვინც ამას იქცევენ და ეს არის კულტურა და ფორმა, რომელსაც აქ ამკვიდრებ. მე ხდება ამის ნორმალიზება. მე ამ ტრადიციაში იზრდებიან ადამიანები, მე უკვირთ რომ ვიღაცა ხან სტადიონზე გაიქცევა და ხან რომ კაფეში რაღაცა მოხდება. ეს შეუძლებელია უბრალოდ, იმიტომ რომ ამითი ხდება შემდეგ გადაგვარება, რომ ის რაც არის რაღაცა უცხო, როცა ხდება იმის ნორმალიზება, ის რაღაცებს ცვლის უკვე მოცემულობას. თელი სააკაშვილის ხელისუფლების მანძილზე ანუ იმ 9 წლიდან 7 წელი სულ მიტინგი და პროტესტი და იქ ბავშვების ნაცვლად იდგას დასრული ადამიანები ანუ ხან საკნების აქცია იყო ხარა იყო ეგეთი რაღაცაები მე რა ვიცი მე არ მახსოვს ერთი შუშა ერთი საგინებელი სიტყვა არ თქმულა მეცაც გეტყვი ეს ყველაფერი ხმას რო ჩაუწიო ხმას კი არა რომ მოიყვანო ადამიანი ვინც ენა არ იცის ზუსტად იგივე არ იქნება მშვიდობა აეროდადიანი მეგაფონი გაჩვენებ ამას სამ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იგივე ზუსტად იმიტომ რომ აკერმანებისგან მოდის ეგ იქაც აკერმანი აქაც და იქ ეს არ არის არაფერი აკაური არაფერი აკაური არ არის და იქაც გადაგვარება ნახე წარმოიდგინე სოფლიო საზოგადოების კაცობრიობის გადაგვარების აი როგორი აი თვითმხილველები ყავთ ის იშლება ის ქვეყანა ტრამპი თუ უშველის დღეს თუ გაიტანენ ამ ლელოს თუ იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს ჩემის აზრით ვერც ტრამპი ვერ უშველის ისე ღრმად შევიდა ეს ასე გარყვნილობა და კრიზისი შენ წარმოიდგინე ჩატში იმას კი არ ედავებიან, ვინც ინფორმაცია გაიტანა ჩატიდან. ვინც შეედო ჩატ იმას ედავებიან. ყველანი ხო ამერიკელები ხართ, ხო? რატო უნდა გავიდეს იქიდან ინფორმაცია? და ვის უნდა მოკითხო? იმას უნდა მოკითხო, ვის ის ინფორმაცია გაიტანა და გამოაქვე, რატო გამოაქვეყნა? ხო ამერიკის მოქალაქეა. ხო მისი ქვეყნის ინტერესებია ის ჩატი, ხო? და ვის ედავები, ვინც ინფორმაცია ჩადო, ის არის ნამნაშავე. თუ ვინც გაიტანა, აი ეგ არის დღესაც აქ. ვინც ქვეყანა გარეთ გააკ ის არის დამნაშავე თუ ვინც ქვეყანას აერთიანებს და ცდილობს რომ სუვერენიტეტი დემოკრატია და თუ ის თქვა სად არის ეს დემოკრატია ზღაპარი ეს რაღაცა მითი რომელიც შექმნეს მეორე მსოფლიო ომის მერე იმისთვის რომ ტკბილად ამოედოთ ისევე მე სკამქვეშ სხვადასხვა ქვეყნები რა საბაბი რო ქონოდათ იმისთვის რა ქვია საინტერესო ის არის რომ დონალდ ტრამპი მეორე ჯერზე არის უკვე ამერიკის პრეზიდენტი და ვერავინ ვერ დასწამებს იმას რომ ის რაღაცა ამერიკელი არ არიან, რა თქმა უნდა, ისიც ამერიკულ ინტერესებს ეხურება და არა ქართულს ან უკრაინულს ან რუსულს, ხო? მაგრამ აი ამ ინტერესიდან გამომდინარე მსახურების პროცესში მანაც კი, ანუ ისე საოცრად დაემთხვა
წინადადებების წყობა, სიტყვები, შინაარსი იმას, რასაც ჩვენ ქვეყანაში აი ამ დაპირისპირების პროცესში ვიძახდით, რომ მან გამოვიდა და ანუ ღიად საჯაროდ ეს USAID დაკლა, ესე ვთქვათ რა, როგორც სააგენტო, გუშინ წინ საერთოდ დაიქურა უკვე ბოლომდე და მან ზუსტად ესე აღწერა და თქვა, რომ ეს იყო მოკლედ მავნებლობა. იმიტომ რომ ერთის მხრივ იყო რა თქმა უნდა რბილი ძალა, ემსახურებოდა ამერიკულ ინტერესს, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდ სურათში ეს ინტერესი კიდევ უფრო დაზიანდა, იმიტომ რომ გადავიმტერეთ ქვეყნები. იქ ჩვენ შევქმნით მეხუთე კოლონები, ისინი ცდილობენ რაღაც არეულობას დღის წესრიგის რბილი ძალით გატანას და ცვლილებებს შიგნიდან, ეს ვთქვათ გადაყირავებას ქვეყნების, მაგრამ თუ ვერ აყირავებენ, შესაბამისად მე უკვე ამერიკაზე ხდება. მთელი ეს აგრესია მოდის ამერიკაზე და ჩვენ გადავიმტერეთ ეს ქვეყნები. ნუ იქ ტრამპის და მის უკანდგომების ფილოსოფიური დოქტრინა და პოლიტიკური კიდე ცოტა სხვანაირია და ამას ბევრად ღრმა საფუძვლები აქვს, მაგრამ ჩვენთან როდესაც ადამიანები ამას უსმენენ და ხედავენ, რომ აი ეს დედანი სადაც არის, ის უკვე იქ დედანი აღარ არის და შენ რაღაც ინერციით მოქმედებ, უკვე აღარ არსებული წესრიგის დასაცავად, აი ამის ახსნა როგორ შეიძლება? ძალიან მარტივად. ტრამპი არის ამერიკელი. მისი იდეა, მისი ქვეყანა, მისი საყრდენი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დიდება. მთელი თავისი ოჯახით, მთელი თავისი ისტორიით არის ამერიკელი. და USAID არ იყვნენ ამერიკის ინტერესებს არ იცავდა USAID. ეს არის გლობალისტების აბსოლუტური ფანტასმაგორია, რა ბოროტი. მთელ მსოფლიოს რო ყრობდნენ, ასე ვთქვათ. ეგ ხო პირველი არ არის და არც პირველ ნაბუქოდონოსორსაც ეგუნდოდა და ისტორიულად საუკუნეების მანძილზე მაკედონელს ჩინეთში რა უნდოდა? რატომ მიდიოდა ჩინეთში ვაფშე? რა საქმე ქონდა მაკედონელს ჩინეთში ერთი მკითხე რა. გამოიარა მთელი ქვეყნები, მაგრამ აი ეგ არის რა. შარდი რო აგევარდება თავში პოლიტიკური თუ რაღაც. აი ეგ არის ზუსტად არანაირი კავშირი, იმიტომაც დაიხურა USAID. ამერიკის ინტერესებთან არ ქონდა. ის მხოლოდ აზიანებდა ამერიკის ინტერესებს. საქართველოსნაირი პროამერიკული ქვეყანა ამ რეგიონში არ იყო. ახლო-მახლოს არ იყო. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა საქართველო იყო ამ რეგიონში. რა უნდა გაგეკეთებინა ამ დენიგანებს, მენიგანებს, დეგანებს, მენგანებს, ის კელებს, მელებს იქამდე მიიყვანა, რომ დღეს დიდი უმეტესობას საქართველოს საზოგადოების გახედვა არ უნდა იქ იმედი გააჩინა ტრამპმა, რომ აი თქვათ შესაძლებელია და ზუსტად იმიტომ დაემთხვა, იმიტომ რომ იქაც და აქაც თავარი ინტერესი არის შენი სამშობლოს, ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხის ინტერესი, სუვერენული, არა ამერიკის ინტერესი, არა ნატოსი და იმისი ევროკავშირის და იმისი, რა ქვია, ვიღაცა იქ ევროპელი კალასის და მალასის და უკრაინაში რაც ხდება. არამედ ჩემი მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკა, ჩემი ხალხის კეთილდღეობა და არა ის უკრაინული დროშები და იქაური ევროკა, არავე საქართველოს დროშები, ხუჭრიანი, რომელიც არის სიმბოლო ჩვენ რა, აი აქ ხუთივე ჯვარი გეუბნება რა არის ჩვენი სიმბოლო, რა არის ჩვენი ინტერესი. აი ამიტომ არის ეს დამთხევაა და დამთხევა ოღონდ ლოგიკური დამთხევაა. იმიტომ რომ ისინი მოვიდნენ იმაზე, რასაც ჩვენ ვიძახდით, რასაც საქართველოს რისი დეკლარირებაც გააკეთა მთელი მსოფლიოს. შენ წარმოგიდგენია ჩვენ რა გავუბედეთ, რატო არიან ამ მომხდარი საცვლებიდან ეს ბალტიისპირელები, შნირებად არიან ქცეული. საბჭოთა დროსაც შნირები იყვნენ და მე ვიცი ეს კარგად და დღესაც შნირები ვინ ეკითხება იმათ რამეს. წარმოიდგინე როგორ არ უნდა ცემდე პატივს დემოკრატიას იმას რა ქვია წეს ცხოვრების დიპლომატიას აი რაც საერთო რაზეც დგას, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა და რა პრინციპებზეც იყო აგებული ევროკავშირი, რომ აი ამ ქაჯუნას პარიზელს რა პრეზიდენტები ხდებიან ლატვიის, ლიტვის, ეს რა პრეზიდენტები არიან და რა ქვეყანას წარმოადგენენ კი ვხედავ ჩვენ კარგად. ხალხებს რას ერჩი? არც ესტონელებს ვერჩი, არც ლატვიელებს და მე რიგაში ვიცხოვრე წელიწადი და 2 თვე და ძალიან კარგად ვიცი მაგათი პოლიტიკური ესტიბლიშმენტი რას წარმოადგენს. ყველაზე მეტი არახს ეგენი ყიდულობენ რუსეთიდან, ხო? ნათელია სურათი. და ყველაზე მეტ ღვინოს ლატვიელები ყიდიან რუსეთში, ხო? ლიტველები, ხო? ნუ აი საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეს ხო მარტივია ზედაპირზე უნდა გინდოდეს ამის დანახვა. იმიტომ კი არა რომ ამას ვერ ხედა, არ გინდა რომ დაინა. აი ეს ოლეოლა
მოძრაობა, ხო? ამას არ უნდა, თან ახალი არაფერი არ არის ევროპის ნებისმიერი საფეხბურთო სტადიონზე მიდი და ოლე-ოლას გაიგე. ისე რა საინტერესოა, ეხლა ფიქრობდი რო ახსენე ეს ხუჯურიანი დროშა, რაც არის სიმბოლო და რაც აღნიშნავს, ეს არის მაცხოვრის წამების სამშვალების სიმბოლო. ეხლა უბრალოდ ცოტა ისე რა ქვია, მეტაფორულად რო ვთქვათ, იმ სიგნალის ჩატშიც კი თავდასხმის ობიექტად ააქციეს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც კერძი ახატია იერუსალიმური ისა ჯვარი რა მესკუჯია. ის კი არა, ვინც შემთხვევით დაამატა ის ჟურნალისტი, რომელიც ებრაელია წამში. კი ებრაელია, ბრანშტეინია თუ ოგენშტეინია თუ რა. ეს უბრალოდ ლირიული გადახვევა. ხო, არა, ეს ხო ეს იმიტომ ვახსენე, ეს ხო აი გადაგვარების ნიშანია, რომ ედავებიან არა იმას ვინც ინტერესებს, ვინც იმას გამტანს, იმიტომ რომ არსებობს გამცემს არ ედავებიან. რასაც შენ იძახი ეს გლობალისტები, იქ შეიქმნა მთელი კოდექსი. იქ შეიქმნა მთელი ქცევის კოდექსი, რომელსაც ქვია, რომ აი სასტვენის ჩამბერი არის გმირი, ის რაღაცა ის გაპროტესტებელი თუ რაღაცა ხელოვნური მეებით რომ მოქმედებს, რაღაცა სიმბოლოებს რომ ხელდახელში აკოწიწებენ და რომ აჩვენებენ, ყველა ამას გაიზიარებს და იტყვის, ხო, რა თქმა უნდა, აბარა, უნდა დაგეხმაროს რაღაცა დასავლეთი, იმიტომ რომ აქ ჩვენ ნამდვილ ბრძოლას ვაწარმოებთ, რომ დემოკრატია, ღირებულებები, ანუ აი ამ შეფუთვის მიღმა თუ რამე ზაკრული დგას, ამაზე არავინ არ ფიქრობს. ეს არის დოქტრინა, რომელიც ცივი ომის შემდეგ შეიქმნა და რომელიც იძახის, რომ ცხადია, რომ ლიბერალმა დემოკრატიამ გაიმარჯვა მსოფლიოში და ეს დასავლეთი ამის რაღაც ალტრუისტი მხარდამჭერია. დღეს რო გამოჩნდა და დღეს რო ხედავთ, პირველ რიგში რაც უკრაინაში ხდება, ანუ აი უკრაინის სიტყვის თქმის გარეშე უკრაინის დამარცხების გაფორმება რანაირად ხდება და მისი გაყოფა, ხო? ანუ მე არ ვიცი, ეს რატო არ ბადებს, როგორც მინიმუმ კითხვებს, პასუხებს თუ თავი დავანებოთ, მაგრამ ჩვენ დაუბრუნდეთ რადგანაც დაგვრჩას ჩვენ თავარ საკითხს და თავარ პასუხებს, რომელიც დღეს უნდა მოვისმინოთ, უკვე ახსენე ის კომისია, რომელიც პარლამენტში საქმიანობს, მუშაობს და სწავლობს 2013-12 წლის პერიოდის ამბებს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე გადაცემაში, რომ ჩვენთან ხო არსებობდა ეგეთი ფრანგული სიტყვა დამკვიდრა პოლიტიკურ ლექსიკონში კოჰაბიტაცია და ამითი აღიწერება ხოლმე დაახლოებით 2013 წელი რა, ვიდრე ქართული ოცნების გამარჯვებიდან მერე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხო? მაგრამ მე ვამბობ ხოლმე ხშირად, რომ კოჰაბიტაციას და მაშინ დასრულდა თითქოს. კოჰაბიტაცია კი არ დასრულდა. ჩვენ ეს 12 წელი პრაქტიკულად კოჰაბიტაციაში ვიცხოვრეთ, იმიტომ რომ ქვეყანაში გვერდიგვერდ პარალელურად თანაარსებობდა ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ხედვა. ისტორია, ადამიანები, რომლებიც უკვე არც ერთ წელში არ იკვეთებოდნენ. იქ თუ ამერიკულ ინტერესში დღეს ვხედავ ჩვენ სხვადასხვაობას, ხო? აქ მთელი ეს 12 წლის მანძილზე იყო სრულიად განსხვავებული შეხედულება წარსულზე, აწყოსა და მომავალზე. და ამ არჩევნების ჩატარება გვიწევდა ამ პირობებში, 9 თუ 10 არჩევნებია ჩატარებული და ყოველი არჩევნების შედეგად ვიღებდით ოპოზიციის მხრიდან, არა, ниცა შედეგი არ მომწონს, ესე იგი ეს არასამართლიანი არჩევნები იყო, გაყავდა და ბოიკოტი. და სადღაც უკვე გადაწყდა, რომ დასმულიყო წერტილი და რაც თავარია დაერქვა, რომ უკვე შეუძლებელია ეს ორ პარალელურ რეალობაში ერთბაშად ცხოვრება. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ ეს ამ კომისიის საქმიანობაც გარკვეულწილად გაგრძელებაა აი იმ პროცესის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მართლაც აი ესეც ვახსენეთ, ამხელა პოლიტიკური წონა, რაც მიიღო ამ არჩევნებმა მათ მისცეს 45% 61 საპარლამენტო ადგილი მთელი თავისი ბენეფიტით რომ შენ ხელისუფლების ნაწილი ხარ, უბრალოდ ეს უნიტაზში ჩარეცხეს პოლიტიკურად ამ ხალხმა საკუთარი თავის პოლიტიკურ ლიკვიდაციაზეც ხელი მოაწერეს და დღეს დესტრუქციის მეც მათგან ვერაფერს ვერ ხედავთ. ეს ყველაფერი არის თუ არა გაგრძელება და საბოლოო ჯამში სად უნდა მივიდე. იმიტომ რომ მაგათ არავინ არაფერს არ აკითხება. ის კოჰაბიტაცია იყო ულტიმატუმი. ულტიმატუმი, რომელიც წაუყენეს სახელმთავრობას და უთხრეს, რომ დაგანგრევთ, მიწასთან გაგასწორებთ, თუ გაბედავთ და ხელს ახლებთ, და ვინ გააკეთა ის, ვინც აი ამ სამარცხვინო რეჟიმს, აი აბსოლუტურად სამარცხვინო რეჟიმს, რომელიც თელმა მსოფლიომ ნახა, რეებს აკეთებდნენ, რეები გააკეთეს 7 ნოემბერს 26 მაისს, საერთოდ რა ხდებოდა აკა. ეს ხო არ იმალება არაფერი, ხო? აქო საელჩოები ეს ყველაფერი იყო, ხო, მით უმეტეს იმ ფონზე რაც შენ ახსენე, რომ 2005 წლიდან განუწყვეტელი პროტესტი იყო და ამის შესახებ ხო ამაღლა ვლაპარაკობდით, ელჩებს ხდებოდით ამერიკის იმის და დემოკრატიის შუქურა დაარქვეს.
ეს ხო შემთხვევით არ იყო. ის რომ სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიის შუქურა დაარქვეს. თემ სოფლიოში დემოკრატიის შუქურა და ეს დემოკრატიის შუქურამ სისხლში ჩაახშო თავისი ხალხის სურვილი, სიმართლის, სამართლიანობის წარმატების, ხო? წარმოვიდგინე. აი ზუსტად ეს იყო ულტიმატუმი და მაშინ ფახალმა ფეხადგმულმა ქართულმა ოცნებამ და ქართულმა საზოგადოებამ მიხვდა რომ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ გაგჭყლიტავდნენ, მაგრამ დრო გავიდა, ხო, ფეხზე დადგა ეს ქვეყანა, გაძლიერდა. შენ წარმოიდგინე, მე ხო ვიცი, პირველი, აბა გაიხსენე პირველი მთავრობა, ხო, ხიდაშელი, ალასანია, ეს ბერძენიშვილები, წარმოიდგინე ამას ეს გუბოზი და ესე. ხო, წარმოგიდგენია რა ეტაპები გაიარა, რა ეტაპების გავლა მოუწია ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო ჩამოყალიბებული იყო გუნდი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს. შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე ემსახურება საქართველოს ხალხის ინტერესებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ეს არიან ჩვეულებრივი ქართველი ნიჭიერი კაცები, რომელმაც თავისი გზა იპოვეს პოლიტიკაში და დღეს პირნათლად ასრულებენ იმ მოთხოვნილებებს, რომელიც ამ საზოგადოებას ჩვენ ეს მაშინვე უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაშინ ულტიმატუმი იყო, რომ ციც ხელი არ ახლოთ, არ გაბედოთ. თორე და ეს გრძელდებოდა მერაბიშვილი, ოქროაშვილი, სააკაშვილი, ბარამიძე რა ბოროტმოქმედებიც იყვნენ მაშინ. ისეთი ბოროტმოქმედებიც არიან დღეს და ეს ლაპარაკი რომ ეს ხაზარაძე ეს გათახსირებული კაცი ეს თაღლითი საკუთარი ბანკის საკუთარი მეგობრები საკუთარი დამფუძნებლებს ატყუებდა 17 მილიონი თავის დამფუძნებლებს მოპარეს მაგან და ჯაფარიძემ ეს მეორე თაღლითი რო არის წერეთელი იმას შენ წარმოგიდგენია რომ რომელიმე ბანკმა მიცეს 17 მილიონი ვინმეს ისე რომ არც პროცენტი დაადოს არც არაფერი ჩაადები ხო მე ხო თვითონა ვარ ამ ბანკის ხო ყველანი ბანკით ვცხოვრობ დღეს ხო წარმოგიდგენია თავის მეგობრებს თავის თანადამფუძნებლებს მოპარეს ფული და 15 წლის წინანდელი და 13 წლის წინანდელ საქმეებს იძიებსო ეს დიახ ზუსტად იმ დროინდელ საქმეებს იმიტომ რომ იქ აიო სათავე იქ იყო იმ ბოროტების ხო იქ დაიწყო ეს ყველაფერი ხო და რა თქმა უნდა ეს არის ნიურნბერგის პროცესი მეც 2005 წელს ამაკ ინტერვიუში ნათქვამი რომ მე მზათა ვარ და ვიცი რომ ეს დრო მოვა რომ განსაჯელთა სკამზე დავჯდები იმათთან ერთად იმიტომ რომ მე იმ მთავრობის წევრი ვიყავი და პასუხისგებლობა გამაჩნია ოღონდ ძალიან მალე ავდგები იქიდან და დარბაზში გადმოვალ მოწმედ იმიტომ რომ მე ხელი ამაზე მე ღამის მთავრობის წევრი არ ყოფილვარ მე ამ უბედურებებზე ხელი არ მომიწე პირიქით 3 თვის თავზე ისეთი დაპირისპირება მქონდა რომ ოქროაშვილს და მერაბიშვილს არ ვესალმებოდით ერთმანეთს ზურა ჟვანია იყო სანამ ცოცხალი და მე ნუ ზურა ჟვანია რომ მოკლეს ხო გია ვოლსკი მე წასვლას ვაპეկ მითხრა არ ჩვენი წასვლა არ იქნებაო არ შეიძლება იმიტომ აზე ხარ ესენი რას იზავენო და ქრეს კიდევაც 2006 წელს გაგვაგდეს ჩვენ და 2008 წელს მივიღეთ ის რაც მივიღეთ დღენახევრია სამარცხვინოდ წავაგეთ ომი იქ გამოდიან დღეს ვიღათ ისენი რა ქვია ომი საქართველოს არ დაუწყია რუსეთია ოკუპანტი, აბა რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიას. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე ხო არ გადაბუნებრივია, მაგრამ საბაბე ვინ მიცა? 2008 წლის აგვისტოში, ისევე როგორც ივლისში, ისევე როგორც 7 წლის, 6 წლის იმართებოდა ჩრდილო კავკასიაში სამხედრო სწავლებები კავკას 2008 და გაზეთებმა კრასნაე ზვისდა სპეციალურად, სადაც განიხილებოდა რას ეს წვრთნები ისახავდა მისდან საქართველოში არც მალავდნენ ამას. რომ დამთავრდა ეს სწავლებები, ეს თელი კოლონა 3000 ტანკი თავისი იმეები მოდგა და დადგა როკის გვირაბთან დააკოქილი ტანკებით, არც გამოურთიათ ის ტანკი. რას ელოდებოდნენ, ხო არ იცი? და მე თუ ვიცოდი ეს, მე წყემსები რეკავდნენ იქიდან დვალეთია ის ნაწილი, დვალეთი. რეკავდნენ და იცახდნენ აგერ დგანან იცოდეთო აგერ როკის გვირაბთან დგანანო რა ამათმა არ იცოდნენ რას ელოდებოდნენ ნიშანს ვინა თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ნიშანს ელოდებოდნენ რომ შემოვარდნილიყვნენ და დაენგრიათ ეს ქვეყანა და მიცა ეს ნიშანი 7 აგვისტოს 23 საათზე და 53 წუთზე მიცა ნიშანი გახსნა ცეცხლი ხო პირველი აგვისტოდან რომ ცეცხლი იყო გახსნილი და იქ
ისინი რაც მე ვიყავი სროლები სულ იყო. მაგრამ ის რაც მოხდა, კადრები რო არის, რომ განათებულია მთელი ცადა, მე მთელ მსოფლიოს აჩვენეს ეს. ყველა გასროლა ფიქსირდებოდა გურა მიქა. მე ხო ვიყავი კომისიის წევრი, თავმჯდომარე ვიყავი. ყოველ კვირას მომდიოდა ანგარიში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოს იქიდან კიდე გაეროსი აფხაზეთიდან. სადაც აღწერილი იყო ყველაფერი. იმ ღამეს რაც მოხდა, ესენი ზღაპრებს რო ყვებიან, სამარცხვინო ორი კაცი რა, გენერლობა რო იქიდან ციდან ჩამოუფრინდათ. ესენი ისეთივე გენერლები არიან, როგორც მე ისავა, რა ქვია, ჩინეთის იმპერატორი. წარმოიდგინე, არიცოდნენ ის იმანეს არიცოდა, იმანის ვერ დაინახა, ის მდინარეზე ვერ გადავიდნენ. ნუ კარგი რა, სამარცხვინო, ეს რას უსმენ, ჭაღარა მომემატა ამას რო. წარმოიდგინე, ვის დღეში, ვის ხელში იყო ეს ქვეყანა. ხო? ეს ყველაფერი შეაგროვეს ოლიმპიადის გახსნის დღეს გახსნა ცეცხლი კაცებს. თქვენ გესმით, ანტიკურ სამყაროში ოლიმპიადა რო იწყებოდა, ომები ჭერდებოდა. მე არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტრამპი, ის ბუში და პუტინი ერთად მოდიან და ეგ ლაპარაკი და მერე იყო ეს გავცელებული, იქ უთხრა რა, რა და ეს ეუბნება მე შენ გაჩვენებ მაგათმა რა გააკეთესო კაცო. 2006 წელს სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა იყო პუტინის და ბუშის და მერე დიდი რვიანის შეხვედრა უნდა ყოფილიყო და დღის წესრიგში იყო საქართველოს საკითხი შეტანილი. რამდენიმე დღით ადრე ოქრუაშვილის ბრძანებით გააჩერეს დიპლომატიური მანქანა რუსების ევნევიჩიიშ და გენერალი პაპოვი და თანაც შემთხვევით აღმოჩნდა რომ იქ ზის ნატაშა რატიანი, რომელიც იყო იტარტასის თუ რაღაც სპეციალური კორესპონდენტი და ის პირდაპირ გადასცემდა მთელ ევროპაში და იმაში რომ ნახეთ რა ხდება აგერ დიპლომატიური მანქანა და შეურაცხყოფებს გვაყენებენ, აფურთხეს აგინეს შუშების ვერ დალეწეს, იმიტომ ბრონირებული იყო, პანჩურები ურტყეს და რა იცი რა შედეგად ამოვიდა დღის წესრიგიდან პუტინსა და ბუშს შორის საქართველოს საკითხი. პატონო თქვა ჩვენ ამას აღარ განვიხე. რატო აი ამიტომ? იმიტომ რომ კარდე დუხტმა, რომელიც ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო და ევროსაპარლამენტო იმის თავმჯდომარე განცხადება გააკეთა, რომ ეგ არის ვენის კონვენციის დარღვევა და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდით მაშინ. არაერთ ეს ყველაფერი დამალულია. წლების განმავლობაში აი ეს ტონტონები, მონტონები, ეს ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ამერიკის საელჩო და ეს თელი ისინი ამას მალავდნენ. ქართველმა ხალხმა ეს არ იცის რას ჩადიოდნენ ეს ბოროტმოქმედები, იმიტომ რომ ოქრუაშვილი, მერაბეშვილი და სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ ყოველთვის. ალასანიანა და მე ამას დავამტკიცებ სასამართლოში, სასამართლომდე თუ საქმე მივა. ესენი საქართველოს მაგათთვის საქართველოს სამშობლო არ იყო და ეს რო ესია ნახეთ საფრანგეთში ოქრუაშვილის ინტერვიუ რუსული იმისთვის მიცემული, სადაც მიწაში დევს ამერიკელებს, ამერიკის საელჩოს, ამერიკის პოზიციას და ასე შემდეგ. უპასპორტო კაცი დაყავდათ იქით-აქეთ. უპასპორტო. ეგ არის რეალობა და ამის დამალვა ხდებოდა მთელი ეს წლების, მთელი ეს კოაბიტაცია იყო იქითკენ. რომ ეს არ გასულიყო ქართველ ხალხს, ეს სიმართლე არ გაეგო. და იმიტომ არიან ეს ახალგაზრდები იქ რო დგანან, იმიტომ ეს არიციან. ეხლა გახდა ეს ცნობილი. 2008 იყო პირველი ოპერაცია რუსული, როდესაც ღიად მარტო ეგ არ იყო სამხედრო გეგმები გაცხადებული, ღიად იყო გაცხადებული პუტინის მუქარა 2007 წელს ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე, რომ თქვენ რასაც აკეთებთ კოსოვოში ან სადღაც ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დარჩება და ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო პოზიციაც ბევრი მოგვისმენია და ყოველ შემთხვევაში ანუ ის რომ რუსეთი რაღაცას გააკეთებდა ეს იყო რაღაცა ცნობილი, თავარია თავს ვინ დადებს იმ კუნძზე, სადაც ისაპირებს ნაჯახის დარტყმას, ხო? და აქედან დაწყებული ჩვენ ვნახეთ მე 2014 ჩვენ ვნახეთ 2022 წელი, რომელმაც ითამაშა კატალიზატორის როლი, იმიტომ რომ მეტნაკლებად აქამდე თუ აი ეს ორი პოლიტიკური ნარატივი, რაც მოძრაობის, ქართული ოცნების ქვეყანაში თან არსებობდა, რომელსაც ეს ნიშნავს სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას და ხედვას ჩვენს ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე. იქ უკვე ეს უბრალოდ მაგიდასთან დისკუსიის ფორმატს ან არჩევნებსაც კი გაცდა, იმიტომ რომ დადგა ეგზისტენციალური საკითხი, ხო? ის მიზეზი რითაც დაიწყო 2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთი უგზავნის დასავლეთს რაღაც ულტიმატუმის სახით ფაქტობრივად პირდაპირ დოკუმენტს უდებს ან ამას ხელს აწევთ ან ჩვენ მოკლედ ომს ვიწყებთო. პირდაპირ ეწერა, ყველას გაუგზავნეს, ყველას. წავიდა პროცესი.
ეს ეხაც დევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე ეს ტექსტი ეხლა სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი თავი მიზეზი არის, რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული ის, ვინც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფოდა, იყო უკრაინა და საქართველო, ხო? შეიჭნენ უკრაინას. მოლდოვა SNG-ს წევრია დღემდე, საერთოდ შედარება არარელევანტურია სულ მაგას ვიძახი საქართველოს და მოლდოვას. სხვათაშორის იქაც დაიჭირეს გაგაუზის. ერთ-ერთი ავტონომიური ოლქის მოკლედ ხელმძღვანელი ის ქალი და ამ შემთხვევაში საქართველოს აღმოჩნდა რა ამ საკითხის და ცეცხლის ხაზზე ამ გაგებით, ხო? და ცხადია ჩაერთო ასევე ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და მეორეს მხრივ ოპოზიციის არაერთი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი არის მცდარი, იქ ხან ის უნდა გავაგზავნოთ, რა ქვია, თვითმფრინავი და ჩარტერი, ხან რა უნდა გავაკეთოთ, ხან რა საქციე უნდა დავაწესოთ. ანუ აი ამ პროცესმა რომელზეც არაერთხელ გვილაპარაკია, ხო, შეასრულა სერიოზული კატალიზატორის როლი და შესაბამისად აი ამ არჩევნებზე, აი ეს შინაარსის ეს არ იყო ამიტომაც ჩვეულებრივი არჩევნები, მაგრამ ამ არჩევნებზე იდგა მხოლოდ ის კი არა, რომელ პარტიას ავიცოთ, არამედ საერთოდ ეს ქვეყანა ხვალდაზე გრანაირად და სად იქნება, ხვდები? შესაბამისად, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამის გაგრძელება არის ყველაფერი, რაც ახლა ხდება და აი ეს კომისია სადღაც მორჩება მუშაობას. თავარი რაც არის, რომ ჩვენს ისტორიაში რაღაცებს უნდა დაერქვას სახელი. აღარ შეიძლება, რომ ანუ თაობები იზრდება და ერთისგან ისმეს ერთს, მეორისგან მეორეს და არიან პერსონაჟები იგივე ხსენებული გუბოს, რომელიც ერთ დღეს ერთის დღეს და მეორე დღეს აპირისპიროს და ეს რაღაცა ისტორია ხო უნდა გამსალმე სამადაშვილი, სალომე ზურაბიშვილი. მე რა მაინტერესებს? 5 წუთი დაგვჭა და ეცი ეგ მინდა მითხრა, რომ როგორ ოპტიმიზმით უყურებ თუ როგორ უყურებ პროცესს, რომ რა შეიძლება ჩვენ მივიღოთ აი ამ პოლიტიკური ხაზის გაგრძელების შედეგად უახლოეს მომავალში. მე მინდა გითხრა 54% იყო მაგის საბუთი. საით ვითარდება ქართული საზოგადოების, ასე ვთქვათ, საით მიესწრაფის და საითკენ მიდის. ეს იყო ზუსტ აი პირდაპირი ნიშანი იმის. სამწუხაროდ დანარჩენი 10 მიღებული, ეგ არის ძიება. ხო, ზოგმა აქით თვითონ თავისთვის იპოვა, ზოგმა იქით, ზოგმა იქით. საბოლოო ჯამში კარგად გვესმის ეს საპროტესტო ყოველთვის არის, იქნება და უნდა იყოს კიდეც, ოღონდ გონიურად გამოყენებული და არა ის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ არაკანაფერი მსგავსი, არანაირი გაყალბება არჩევნების დროს არ იყო. ეგ წარმოუდგენელია. ხან რა მოიგონეს, ხან ლაკა გამოვიდაო, ხან ის გამოვიდა, ხან ის წავიდაო. ელექტრონული არჩევნები ამის საშუალებას არ იძლევა. ეს გამორიცხულია, ეგ ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ ქართული საზოგადოება სწორი გზით ვითარდება და თავარს გეტყვი. 800,000-მა კაცმა მიცა ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ, ანუ უნდა იგულისხმებოდეს იმათ მიცა ხმა, ვინც აი ამ საპროტესტო აქციებს ატარებს. არც ერთი კაცი ამ 800,000-დან არ დაემატა მთელი ამ თვეების მანძილზე. 128 დღე არც ერთი ადამიანი. იმიტომ რომ შეიძლება ნაწილს და ბუნებრივია ხა 12 წელიწადი ხელისუფლებაში ერთი პარტია, სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ახლა ეს ისეთი მომენტია რომ გინდა რაღაცა ცვლილება და ეს ბუნებრივიც არის და ეს რომ არ არის ასე ვთქვათ განწირული ამაზე მეტყველებს ის რომ კი ბატონო შეიძლება ხელისუფლების ოცნება აღარ უნდათ მაგრამ ისიც არ უნდათ რასაც ესენი გადაგებენ გადატრიალება არ უნდა ეს ძალადობა არ უნდათ უბედურება არ უნდათ აი ეს ქუჩის ეს მოლოტოვის კოქტეილი არ უნდა არც ერთი კაცი არის სექტა რომელიც შედგება აი ამ 4 პარტია როგორ უნდა დაარქვა ამას და ეს უფულოდ დარჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ასე ვთქვათ ნაკრები. აი არც ერთი კაცი არ ემატება. აი იმის შიგნით ხდება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. ეს მეტყველებს იმაზე აი რეზუმეს სახით ვიტყვი რომ ეს საზოგადოება ჯამთელი საზოგადოებაა გურამ. ჩვენ ყველას რაღაცა გვტკივა, მაგრამ ჯამთელები ვართ. ხან ფეხი გეტკინება, ხან იქრა, ხან რაღაცა, მაგრამ ჯამთელი ხარ. ეგრე არის ქართული საზოგადოება, არის ჯამთელი საზოგადოება და ამას ადასტურებს. აი მთელი ეს 3 წელი სანამ ომი მიდის. ეს უბედურება, რაც დამართეს უკრაინას ჩვენ მოძმე ხალხს, ხო? აი ეს არის მაგის მაგალითი, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და იმიტომაც მიცა ამდენმა ხალხმა ხმა ქართულ ოცნებას და აი ახლა საშემოდგომო არჩევნებზე კიდე მეტი მიცემს. ხო, ეგ უნდა მეთქვა, რომ დიდი ალბათობით ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ისიც იყოს, რატომაც ბოიკოტს აცხადებს ეს 4-ეული თუ ეს ოპოზიცია და აპირებს ერთეული. იმის მიყავს, იმიტომ რომ არ უნდა
გამოჩნდეს, რომ იმაზე ის 10% ხო მიიღეს და კიდევ უფრო ნაკლები უნდა მიიღო, იმიტომ რომ შენ როცა ამომრჩეველი ხარ და შენ ოპოზიციას ხმა მიეცი, იმიტომ რომ მრავალფეროვნება იყოს ქვეყანაში, დემოკრატია იყოს, სხვა ხმაც ისმოდეს, პარტია მოგგვეს და შენ მიეცი კონსტიტუციური ჩარჩოდან და წესრიგიდან გასვლას არ მიეცი ხმა მიეცი ამ წესრიგს და აი ამის ფარგლებში ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესის წასვლას. როცა ამის ნაცვლად შენ მიიღე რომ ტიპებმა მოიგონეს რომ ეს არჩევნები გაყავდა, მე ბოიკოტი და შემდეგ რუსთაველზე აი თვითონ რასაც დაარღვეს უწყვეტი მიტინგები და მე აი იმ ესთეტიკის შემოტანა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, ეხლა ეს ნორმალურ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა თუ ქართველი ხარ და რომელი პარტიის სამომრჩეველი ხარ, ეს შეუძლებელია რომ ეს მისაღები იყოს. შესაბამისად, ბუნებრივია რომ ეს ამ პარტიის მხარდაჭერა იქნება დაკლებული და რახან გაკოტრებული ხარ, მაშინ რა შვები ხო ხდები გურამ 60 დეპუტატი ისე მინდა გაგები. შენ გესმის 60 დეპუტატი პარლამენტში რას ნიშნავს? ეს უდიდესი უდიდესი რამდენი რამ შეეძლოთ ამით გაეკეთება. რაბერკეტები გაუჯერ ესეთი ვიცე-სპიკერები ეყოლებოდათ კომიტეტის თავმჯდომარეები ეყოლებოდათ და შენ გაქვს სახელმწიფო რესურსი, შენ შეგიძლია ემუშაო ამომრჩეველს გაზარდო ელექტორალური ბაზა და დასწავლია ყველას პირდაპირ ეთერში აჩვენო. ყველა იქაც ყველა ტრანსლაცია, ყველა შეცდომა. აბარა, ყველა შეცდომა, შენი ხედვა, შენი ეკონომიკური რაღაცა უამრავი რამე და ეს ამაზე უარი რატო თქვი? ცოცხალი თავით არ იტყოდნენ ამაზე, მე მასწავლე ჯაფარიძეს ხაზარაძეს უარს როგორ იტყოდნენ იმ მაგისტვის დახარჯეს მილიონები რომ ის სადეპუტატო ხელშეუხლებლობა აეღოთ. უბრძანეს, უთხრეს მორჩა, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამათ ჩამოვაგდებთ ეს თავრობა ჩვენ არ მოგწონს აკერმანმა, ტრონტონმა, მორტონმა იმის ჯერ წარმოიდგინე რა როგორ უნდა დაეცე ადამიანის ეს საიდან უნდა დაეცე ახლა იმ ჭაობში რო დგეხარ. აკერმანის იმისი რა ქვია მაკეინის ინსტიტუტის ის რო გახდები რა ქვია რა ახლა კი მოიგონეს ასპირანტ სტიპენდიანტი რა ესე იგი დაქირავებული აგენტი ხარ მაგათი ფულს მაგაში გაძლევენ წარმოიდგინე საქართველოს პრეზიდენტი ისე იყო ისიც სააკაშვილმა პირველი რაც გააკეთა ქართული პასპორტი გადააგდო და უკრაინა საქართველოს პრეზიდენტმა წარმოიდგინე დავით აღმაშენებელს ადარებდა თავის თავს დავით აღმაშენებელი სპარსეთში ან მონღოლეთში რო წასულიყო გუბერნატორად რომელიმე იმის რა ქვია ოლქის ხო წარმოიდგინე პასპორტები გადაყარეს მაგან ეს დეკანოიძე იმ პასპორტები გადაყარეს წარმოიდგინე იმ წუთში როგორც კი სარგებელი სხვა მოედანზე ნახეს იმ წუთში იქით და დღეს გველაპარაკებიან საქართველოს ინტერესებზე რა გასაგები დიდი მადლობა გოგა სტუმრობისთვის ესეთი იყო წლევანდელი 31 მარტი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს გემშვიდობებით